მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მე მსურს შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო საჯარო გაშლა, ამიტომაც მოიმარაგეთ ყავა, ჩაი, კაკაო, მოეწვეთ კომფორტულად, მოიმარაგეთ გემრიელობები, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ უნდა გადააქციოთ თქვენი ყველაზე დიდი, ყველაზე მწარე ტკივილი ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენს ძალად. დღეს ასეთ პატარა მაგიურ საჯარო გაშლას გავაკეთებ თქვენთვის. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ახლავე დავარიგებ ვარიანტებს, იფიქრეთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე და ნახოთ აბა პირველ რიგში ვნახოთ თქვენი ყველაზე დიდი ტკივილი რა არის, თითო არკანით ცხოვრების ამ ეტაპზე. ყველაზე დიდი ტკივილი პირველი ვარიანტისთვის და ყველაზე დიდი ტკივილი მეორე ვარიანტისთვის. აირჩიეთ სასურველი. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, მეგობრებო. ასევე ბოლოსში გამოვიყენებთ ასეთ ულამაზეს ორაკულსაც თქვენთვის. და მეგობრებო, ენერგიების დაბალანსების მიზნით მოვიწონოთ ვიდეო, დავაკომენტაროთ, ვისაც ამის სურვილი გაქვთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტით, ვინც ვერ მოასწარეთ არჩევა აპაუზებთ და ვნახოთ. პირველი ვარიანტის ყველაზე დიდი, ყველაზე მწარე ტკივილი ცხოვრების ამ ეტაპზე არის არკანი პენტაკლების ხუთიანი. ეს არის მეგობრებო კრიზისი, სხვათა შორის საკუთარ თავს დავკვირვები ვარ ძალიან ბევრჯერ და თითქოს და პენტაკლები არის მატერიალური უფრო, ხო? და თასები არის პირიქით უფრო მენტალური რაღაც, ემოციური, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ძალიან ხშირად როდესაც ხვებს ვუშლიან საკუთარ თავზე ვშლი, პენტაკლების ხუთიანი არის პირიქით უფრო ემოციური კრიზისი, ხოლო თასების ხუთიანი პირიქით უფრო მატერიალური კრიზისი. და ნახეთ, კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, ვხედავ რომ თქვენი ყველაზე დიდი ტკივილი ცხოვრების ამ ეტაპზე არის დაკავშირებული ემოციურ კრიზისთან. ნახეთ, რა თქმა უნდა, ემოციურ კრიზისზე შესაძლოა მოქმედებდეს მენტალური კრიზისიც, უფრო სწორად ფიზიკური კრიზისიც, ხო? მაგალითად, გქონდეთ რაღაც გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები ან ფინანსების პრობლემები, უფულობაზე იყოს ძალიან ბევრი შიშები, ძალიან ბევრი შფოთვები. თუმცა გავიმეორებ მეგობრებო, შიში არის ყველაზე პარაზიტული ენერგია და როდესაც ჩვენ გვაქვს უფულობა და კიდევ ამის ძალიან გვეშინია და ამაზე ვშფოთავთ მუდმივად, ამ დროს ეს ენერგია მხოლოდ და მხოლოდ იკვებება. ამიტომაც მესმის ბევრად უფრო მარტივი არის ეს თქვა, ვიდრე გააკეთო, მაგრამ შიშები უნდა დავამუშაოთ და უნდა გავუშვოთ პერიოდულად. კონკრეტულად ამ არკანში კი ვხედავ თქვენს ყველაზე დიდ ტკივილს უფრო მენტალური თვალსაზრისით, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ერთეულებთან რეზონირდება, როგორც რაღაც მატერიალური, რაც შინაგანად ემოციურადაც, აი ემოციებზედაც გადავიდა და თქვენი ყველაზე დიდი ტკივილი ცხოვრების ამ ეტაპზე არის შიშები მარტოობისა, იმისა, რომ ადამიანები მიგატოვებენ მაშინ, როდესაც თქვენ ყველაზე მეტად გჭირდებათ, გვერდში დგომა მეტად გჭირდებათ ადამიანები, ხო? მაგრამ ნახეთ, ჩემო ძვირფასებო, ვიქნები პირდაპირი და გულწრფელი. არავინ არ არის ვალდებული ჩვენს გვერდით იყოს, არავინ არ არის ვალდებული გვეხმარებოდეს, არავინ არ არის ვალდებული გვერდში იდგეს, ხო? საერთოდ არავინ და არასდროს. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ყველაზე ცუდად გვგრძნობთ თავს. თუმცა მიუხედავად ამისა, საერთოდ არ აქვს აზრი იმაზე ფიქრს თუ მე რა იქნება, მე როგორ იქნება გულისხმობ ადამიანების კონტექსტში, რომ აი ვაი და მე მარტო არ დავრჩე, ვაი და მე ის არ მოხდეს, ეს არ მოხდეს მარტოობაში. არ აქვს ამაზე ფიქრს აზრი, იცით რატომ? იმიტომ რომ ჯერეთი თქვენ 100%-ით ვერ გეცოდინებათ ვერასდროს, აქვს თუ არა მართლა ასე იქნება თუ არა, ხო? და მეორე კიდე დავუშვათ თუ მარტო დარჩით, გასაგებია მარტოობა ცუდი არის, გასაგებია ადამიანები ვართ სოციალური არსებები, მაგრამ უკაცრავად, მაგრამ პერიოდულად ერთი ადამიანების დედაც. ვგულისხმობ არა იმ კუთხით, რომ ადამიანების მიმართ აგრესია მაქვს, ან ცუდი განწყობა, ხო? არასწორად არ გამიგოთ არავინ. უბრალოდ მარტოობაშიც კარგად შეიძლება იგრძნოს ადამიანმა თავი. და თქვენი ყველაზე დიდი შიში აქ გამოიხატება ზუსტად აი ამ მარტოობაში, მარტოობის შეგრძნებაში. და ახლა მე მინდა დავამატო რამდენიმე არკანი იმისათვის, რომ გავარკვიოთ, როგორ უნდა გადააქციოთ ეს თქვენი მარტოობის, მიტოვების შიში. აი ნახეთ, ბევრს ეშინია, რომ აი კონკრეტული ადამიანი მიმატოვებს, მეგობარი მიმატოვებს, პარტნიორი მიმატოვებს, ის მიმატოვებს, ეს მიმატოვებს. და ვნახოთ აბა, როგორ უნდა გადააქციოთ ეს თქვენი შიში თქვენს ძალად, ეს თქვენი ნეგატიური მდგომარეობა, ტკივილი თქვენს ძალად. მინდა რომ ორი არკანით გითხრათ და ერთი ორაკულით. ნახოთ ახლა ორაკული რას გვეტყვის, შემდგომი მარკანებსაც გადმოვატრიალებ, როგორ უნდა გადააქციოთ თქვენს ძალად.
აბა პირველმა ვარიანტმა როგორ უნდა გადააქციოს თავის ძალად და ნახეთ როგორი ინფორმაცია მოვიდა აქ. შესაძლოა ახლა ძალიან ბევრი თქვენგანისთვის ჟღერდეს ეს აბსურდულად, მაგრამ უბრალოდ დახმარება უნდა ითხოვოთ. რა თქმა უნდა, სანდო ადამიანებიც შეიძლება აქ იგულისხმებოდეს, ანუ დახმარების თხოვნა თქვენთვის მნიშვნელოვანი ახლო ადამიანებისთვის, ახლო მეგობრისთვის, დისთვის, ძმისთვის, პარტნიორისთვის, ვისაც ყავთ. მაგრამ თუ თქვენ ძალიან მარტოდ გრძნობთ თავს, შეგიძლიათ დახმარებას თხოვოთ თავად სამყაროს, თავად ღვთაებრივ ენერგიებს. იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენ არასდროს არ ვართ მარტო. სამყარო ყოველთვის ჩვენთან არის. ღვთაებები, სულები ყოველთვის ჩვენთან არიან, მეგობრებო. ყოველთვის, აბსოლუტურად ყოველთვის. ყველანი მოვდივართ კონკრეტული ღვთაების ენერგიიდან, ქრისტიანო მაყურებლებო არასწორად არ გამიგოთ არავითარ შემთხვევაში, მე თქვენს მსოფლ მხედველობას ყველანაირად პატივსცემ, რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, მე მესმის თქვენი რწმენის, შეგიძლიათ, თქვენს შემთხვევაში უფალს თხოვოთ დახმარება, ხო, რატომაც არა, ეკლესიაში წახვიდეთ, მეტი ილოცოთ იმისათვის, რომ აი უფალო გთხოვ გამაძლიერე, დამეხმარე, გვერდში დამიდექი, მომეცი გამძლეობა იმისა, რომ ეს სიტუაცია გავიარო, ეს მდგომარეობა გავიარო. ხოლო რაც შეეხება ჩემს არაქრისტიან მაყურებლებს, აქ მე თქვენ პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ყველანი მოვდივართ კონკრეტული ღვთაებებიდან, ხო? ყველას ყავს კონკრეტული საწყისი ენერგია ან ენერგიები. შეგიძლიათ ძალიან კარგად შეისწავლოთ მითოლოგია, ძალიან კარგად შეისწავლოთ ღვთაებების შესახებ, იმისათვის რომ იპოვოთ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ნაპოვნი ყავთ თუ არა თქვენი ღვთაება. აქ თქვენ პირდაპირ გეუბნებიან, რისიც არ უნდა გწამდეს, იქნები შენ ქრისტიანი, მუსულმანი, იქნები შენ ეგრეთ წოდებული ნეოპაგანი ან პაგანი, ხო? არ აქვს მნიშვნელობა შენს მსოფლ მხედველობას, შენ ყოველთვის შეგიძლია სთხოვო დახმარება და გვერდში დგომა ღვთაებრივ ენერგიებს, სამყაროს, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის შენს გვერდით არიან. შენი სამყარო, შენი ღვთაება, ვიღაცისთვის უფალი, ხო? ისევ და ისევ ჩემი ქრისტიანი აუდიტორიისთვის მაქვს საუბარი. თქვენთან უფალი, ყოველთვის თქვენს გვერდით არის და ყოველთვის გეხმარებათ. მას თხოვეთ დახმარება. როგორ უნდა გადააქციოთ თქვენს ძალად? არა უბრალოდ სთხოვოთ დახმარება. არამედ ისწავლოთ თავადაც გვერდში დგომა და დახმარება, მეგობრებო. გადავაბრუნოთ ახლა ტაროს არკანები და ვნახოთ. არკანი ჩამოკიდებული კაცი და არკანი თასების ტუზი. რას ვიტყვი? როგორ შეგიძლიათ რომ გადააქციოთ თქვენს ძალად, თქვენი ეს ტკივილი ამჟამინდელი, როგორ და შეხედოთ მას სრულიად სხვანაირი კუთხით. შეხედოთ მას არა იმ კუთხით, რომ აი მე ასეთი ცოდოვ ვარ, მე ამდენი ცუდი რაღაც გადავიტანე, ან რაღაც ასეთი. არამედ შეხედოთ იმ კუთხით, რომ მე გადავიტანე ამდენი რამ, მე გადავიტანე ბევრი ტკივილი და მე ახლა ვარ ძლიერი და შემიძლია დავეხმარო, გვერდში დავუდგე იმ ადამიანებს, რომლებიც არიან მსგავს სიტუაციებში. მე შემიძლია დავეხმარო მათ ემოციურად, გვერდში დგომით, სწორი სიტყვებით, სწორ ადგილას, სწორ დროს გამოჩენით, ხო? შეგიძლიათ თქვენ ეს პირველი ვარიანტი და ნახეთ, არ მიწყინოთ, მაგრამ აქ აშკარად იგრძნობა ის, რომ ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ აშკარად იგრძნობა ის, რომ თქვენ რაღაც გარკვეულ მსხვერპლის პოზიციაში ხართ, სადაც საკუთარი თავი თითქოს ზედმეტად გეცოდებათ, შესაძლოა საკუთარ მდგომარეობაში სხვებს ადანაშაულებდეთ და იცით რა არის, გასაგები არის ეს ჩემთვის სავსებით თავიდან ბოლომდე, გასაგები არის ადამიანები ხანდახან გვექცევიან ცუდად, ბოროტულად, საზიზღრად, საძაგლად, ეს გასაგებია. და რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს თავისი აუცილებლად მოეკითხება, ამაში ეჭვის საერთოდ ოდნავადაც კი არ შეგეპაროთ. მაგრამ იცით, ჩვენი არაკეთილის მსურველები და ჩვენი მტრები არიან ჩვენი მასწავლებლები. იმიტომ რომ ისინი გვაჩვენებენ ჩვენს სუსტ მხარეებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლავე თქვენს მტერთან უნდა გაიქცეთ და ძალიან დიდი მადლობა რომ შენ ეს მასწავლეო, ხო? რა თქმა უნდა, შენ მადლობა რომ მასწავლე, დამანახე ჩემი სისუსტე, მაგრამ წაბრძანდი სამხიარო ლასოზე, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა აპატიოთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც უნდა მოითვინოთ, ამას ხომ მით უმეტეს არ ნიშნავს, ხო? მაგრამ
დაფიქრდით რა დაგანახათ, რა სახის სისუსტე დაგანახათ ადამიანებმა, რა სახის სისუსტე დაგანახათ საკუთარ თავში კონკრეტულმა სიტუაციამ, სადაც საკუთარ თავს მსხვერპლად გრძნობთ. ადამიანი მოგექცათ ბოროტულად, ესე იგი სადღაც იქ ენდეთ, სადაც არ უნდა ყოფილიყო ნდობა. ადამიანმა გამოგიყენათ, ესე იგი თქვენ გააზრებულად თუ გაუაზრებლად მიეცით თქვენი გამოყენების საშუალება, თქვენი გამოყენების უფლება. რატომ მიეცით? იმიტომ რომ იყავით ზედმეტად მინდობი, ზედმეტად ენდეთ სადღაც, ხო? აი ასეთი დასკვნები გამოიტანეთ და პლუს ამასთან ერთად გავიმეორებ, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში არიან. შეგიძლიათ. და ზუსტად ამით შეგიძლიათ რომ გადააქციოთ ეს საკუთარ ძალად. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა თქვენ და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, ნახოთ აბა თქვენს შემთხვევაში რა ხდება, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ტკივილი და თქვენი ყველაზე დიდი ტკივილი არის პენტაკლების ორიანი. რა პენტაკლებზე არის საუბარი მეგობრებო? აქაც რაღაც გარკვეული ან ფინანსური მახინაციები იგრძნობა, თითქოს კონკრეტულმა ადამიანმა, კონკრეტულმა რაღაც ენერგიამ ძალიან ბევრი ფინანსები წაგართვათ, მაგალითად შესაძლოა თქვენს რეალობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მასესხე დამეხმარეს იძახდნენ და ამით ზედმეტად ბევრი ფინანსური ენერგია წაგართვეს. ან ნახეთ აქ იგრძნობა, აქ ზურგში დანა არ არის გამოსახული, მაგრამ ზურგში დანა. თითქოს კონკრეტული ადამიანი სულ სხვანაირი აღმოჩნდა თქვენს რეალობაში, ვიდრე თავდაპირველად დემონსტრირებდა. ზურგში დანა ჩაგცხოთ რაღაც ან ტყუილები ან ჭორები თითქოს გაავრცელა თქვენზე, ან გიღალატად, ხო? ღალატი მარტო შეყვარებულებში ხომ არ არის და მარტო სხვასთან წოლა და რაღაც არ არის, არა. გიღალატად, ან რა თქმა უნდა, ღალატი შეიძლება გამოიხატებოდეს იმითაც, რომ ადამიანმა ან ფული მოგპარათ, ან რაღაც მახინაციაში ჩაგრიათ, ან ზედმეტად ბევრს ესხულობდა და თქვენ სადღაც ამ ადამიანს ენდეთ, ხო? გააზრებულად თუ გაუაზრებლად. კარგით. ახლა კი ნახოთ, დავამატოთ არკანები პირველ რიგში. ორი არკანით ვიტყვი, ისევ როგორ უნდა გადააქციოს მეორე ვარიანტმა ეს თავისი ტკივილი საკუთარ ძალად, როგორ? რატომ გადავაბრუნე? კარგით, პენტაკლების 8-იანი, კარგით იყოს და პენტაკლების 8-იანი და კვერთხების 7-იანი. როგორ უნდა გადააქციოთ თქვენს ძალად, იცით? ორაკულსაც რა თქმა უნდა დავამატებთახლავე. პირველ რიგში უნდა იმუშაოთ საკუთარ ფინანსურ გრამატიკულობაზე. ვგულისხმობ იმას, რომ მე არაერთხელ მithქვამს, რომ ფინანსურ ენერგიას მაქსიმალურად არ უყვარს სესხება გასესხებები და შეძლების დაგვარად არასდროს არ უნდა არც ვისესხოთ და არც მით უმეტეს გავასესხოთ. თუ ეგრე ძალიან გინდათ რომ ვიღაცას დაეხმაროთ და გვერდში დაუდგეთ, უმჯობესია რომ აჩუქოთ თანხა, რომელიც ოდნავადაც კი არ გენანებათ, თუმცა ამასაც არ გირჩევდით დიდად მაინც და მაინც, ხო? უბრალოდ აი ძალიან თუ გინდათ დახმარება, ამას ჯობია როგორც იტყვიან ხოლმე ბარემ აჩუქოთ, ვიდრე ასესხოთ, ხო? პირველ რიგში ეს უნდა ისწავლოთ და ფინანსურ ენერგიასთან ურთიერთობა უნდა ისწავლოთ, იმიტომ რომ თქვენ რაც გაიარეთ კონკრეტულ ადამიანთან, თქვენ რაც გტკივათ ახლა ყველაზე მეტად, ამან თქვენ ჟარგონს გამოვიყენებთ და დაგამოღამებინათ ის თუ რეალურად როდის ვის უნდა გასცეთ თანხა, ვინ არ იმსახურებს, გასწავლათ ინტუიციის დონეზე ის თუ როგორ უნდა მიხვდეთ ხოლმე რომ ადამიანი ცდილობს თქვენით ისარგებლოს თქვენი ფინანსური მდგომარეობით და უნდა ისწავლოთ თქვენი ინტუიციის მოსმენა ამ კუთხით და რა თქმა უნდა ფინანსური ენერგიის სწორი განაწილება და თქვენი შრომის დაფასება. დიახ, თქვენი შრომის დაფასებაც უნდა ისწავლოთ. და ხართ უკვე სწავლის პროცესში და შეხედეთ კვერთხების 7-იანი. უნდა ისწავლოთ თქვენი პირადი საზღვრების დაცვა, დაწესება და შემდგომ დაცვა ინტენსიური. აქ მე ვიყურებ ადამიანებს, რომლებსაც უჭერთ ხოლმე პირადი საზღვრების დაცვა, იმიტომ რომ ძალიან კეთილები ხართ, იცით, მეორე ვარიანტი და სადღაც ზედმეტად კეთილები, ზედმეტად ბევრს ითმენთ ხოლმე კონკრეტული ადამიანებისგან. თითქოს
იმისათვის რომ შეინარჩუნოთ ადამიანთან სიმშვიდე, მშვიდობა, რაღაც ნეიტრალური ან ნორმალური ურთიერთობა, გეშინიათ ხოლმე ზედმეტი ხმისაწევის, ტონისაწევის, გეშინიათ ხოლმე საზღვრების ცოტა ინტენსიური დაცვა. რა თქმა უნდა, ეს არნიშნავს იმას, რომ როდესაც საზღვრებს ვიცავთ ადამიანი თმებით უნდა ვითრიოთ, ხო? თუმცა ხანდახან ესეც სავსებით გამართლებული არის. უბრალოდ ნახეთ, თუ ადამიანი პატივს არცემს თქვენს საზღვრებს, როდესაც თქვენ მათ წყნარი ტემბრით აფასებთ, ესე იგი ადამიანი არ გიმსახურებთ. და თქვენ აქ აშკარად გაძლიერდით, თქვენ უფრო მეტად ისწავლეთ უკვე საზღვრების დაცვა, მაგრამ კიდევ გჭირდებათ, რომ უფრო ინტენსიურად ისწავლოთ თქვენი საზღვრების დაცვა. ხანდახან ხმამაღალი ტონითაც, ხანდახან ჩხუბითაც, ხანდახან ნეგატივითაც კი. და მოდით ახლა ორაკული დავამატოთ. და ვნახოთ, როგორ უნდა გადააქციოს მეორე ვარიანტმა საკუთარი ყველაზე დიდი ტკივილი, ამჟამინდელი თავის ყველაზე დიდ ძალად. პირველის ყოვლისა, კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, ნახეთ როგორ მესიჯს ვკითხულობ, შენი ფასეულობა არ არის დამოკიდებული სხვა ადამიანებზე. სხვა ადამიანები როგორც გექცევიან, როგორც გესაუბრებიან, ეს საუბრობს მხოლოდ მათ შინაგან მდგომარეობაზე. მხოლოდ მათ რეალურ ნატურაზე, მათ რეალურ დამოკიდებულებაზე, მათ მდგომარეობაზე და არა შენზე. შენი ფასეულობა, გავიმეორებ, არ არის დამოკიდებული არც იმაზე თუ ვინ რას გეტყვის და არც იმაზე თუ ვინ როგორ გექცევა. გასაგებია, რომ სადღაც შენ შესაძლოა ვერ იცავდი შენს პირად საზღვრებს, სადღაც ზედმეტი სუფლება მიეცი, სადღაც გჭირდებოდა ზედმეტად ყურადღების მოქცევა იმისათვის, რომ სიყვარული ბრჭყალებში დაგემსახურებინა, ხო? მაგრამ რეალურად შენ თავად ხარ სიყვარული, ჩემო კარგო. შენ თავად ხარ სიყვარული. და შენი ფასეულობა საერთოდ არ არის დამოკიდებული სხვა ადამიანებზე. და ზუსტად ეს უნდა გაიაზრო. ყველა ამ სიტუაციამ, ყველა ამ ტკივილმა შენ მიგიყვანა იმ დონემდე, რომ შენ ეს გესწავლებინა, რომ შენ ეს მესიჯი მიგეღო აი ახლა. რომ შენ გაგეაზრებინა, რომ სხვების დამოკიდებულება შენს მიმართ არ ხარ შენ. ეს არიან ისინი, ეს არის მათი კარმა. ხოლო შენ როგორ მიიღებ სხვების დამოკიდებულებას შენთან მიმართებაში, დაიცავ თუ არა საკუთარ პოზიციას, საკუთარ პირად საზღვრებს, ეს კი არის უკვე შენი კარმა, ხო? შენი კარმა და არა შენი ფასეულობა. შენ არ გჭირდება მუდმივად ყურადღების მიქცევა იმისათვის, რომ დაიმსახუროს სიყვარული. არ აქვს მნიშვნელობა შენს ბავშვობაში რა ხდებოდა, ადრე რა ხდებოდა. გასაგებია, სავსებით გასაგებია და ყველას ეს მისის, რომ ბავშვებს განსაკუთრებით ბავშვებში ძალიან ხშირი არის ჩემს თაობაში და უფრო ზოგ თაობებში ასეთი ტრავმის მსგავსი რაღაც, რომ აი ბავშვებს უწევდათ ბავშვობაში ძალიან ბევრი ყურადღების მოქცევა იმისათვის, რომ მშობელმა ერთხელ მაინც უთხრას, რომ აი ძალიან მიყვარ ხარ, ძალიან ყოჩაღი ხარ, რაღაც კარგი სიტყვები ეთქვათ, სიყვარული გამოეხატათ და ხანდახან ბავშვები ამ ზღვარს დებოდნენ ხოლმე და იმის მაგივრად, რომ რაღაც კარგი საქციელებით ეცადათ, უკვე რაღაც ცუდს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ყურადღება მიექციათ, ხო? არ ვიცი თქვენ მიეკუთვნებით თუ არა ამ კატეგორიას, ვინც ახლა უყურებთ ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, მაგრამ იცოდეთ, რომ ბავშვობა დამთავრდა და იცოდეთ, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო თქვენს ბავშვობაში ან თქვენს წარსულში, თქვენ ყოველთვის იმსახურებდით და ახლაც იმსახურებთ სიყვარულს. სხვები არ გაძლევენ მას? მერე შენ თავად უნდა მისცე საკუთარ თავს ეს სიყვარული, იმიტომ რომ შენ მას იმსახურებ და გარდა ამისა შენ სამყაროს უყვარხარ. უბრალოდ ისწავლე სწორი საზღვრების დაწესება და დაცვა. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, უღრმესი მადლობა, წარმატებები და ნახვამდის.